ესე იგი შეცდომა, რომელიც კლიენტმა დაუშვა, როდესაც ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა. მოდი ახლა ერთად ვნახოთ თუ რა შეცდომაზე არის საუბარი. და აგერ დააკვირდით კარგად, სად არის დაბოლოება გოლნიკის და სად არის ფილის დაბოლოება. რა თქმა უნდა, თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ გოლნიკი წინ არის, ფილა კიდე შიგნით არის დარჩენილი. ახლა რამ გამოიწვია ეს შეცდომა? მე კლიენტს უთხარი ობიექტზე რომ შემოვალ, ჯერ მე უნდა შევასრულო ჩემი სამუშაოები. კედლები გადავამოწმო. რა თქმა უნდა, გოლნიკებიც შევამოწმო, რადგანაც სწორად არის დაყენებული. თუ არ არის დაყენებული სწორად, მე გამოვცვლი გოლნიკს, დავაყენე ახალს. მოვიყვან კედლებს შავი პირით სისწორეში, დავანულებ, ასევე გოლნიკების ახალი დაყენებული მექნება და დანულებული იქნება. შემდეგ უნდა შემოვიდეს ფილის ხელოსანი მეთქი და უკვე ჩემი დაყენებული გოლნიკიდან, დანულებული წეტლიდან გადავიდოდა ზომებს და დააგებდა ფილას გოლნიკის პირზე. და ამ შემთხვევაში ახლა რასაც თქვენ ხედავთ, ფილა იქნებოდა დამთავრებული უგოლნიკის პირზე, საბოლოო ჯამში როცა დასრულდებოდა რემონტი, გამოვიდოდა ყველაფერი ძალიან ლამაზად. ამ შემთხვევაში ახლა მოხდა ისე, რომ ამას ვერ შევცვლით, ფილა დარჩება როგორც არის, უგოლნიკი კიდე წინ არის გამოწეული. აქ ხარეს უნდა დაიგოს ლამინატი და ლამინატსა და ფილას შორის გადამა როგორ მოხდება ახლა ჯერ არ ვიცით, მაგრამ საბოლოო ჯამში საბოლოო შედეგი არ იქნება ლამაზი. მეორე, რაც რა შეცდომას კიდე დაუშვა, ეს არის, რომ აგერ აი ამ ნაწილში ფილა გაკრული იყო და მე მოხსენი, იქიდან გამომდინარე, რომ უგოლნიკი არ იყო სწორად დაყენებული. უგოლნიკი დავაყენე ახალი და აქაც ფილა დარჩა შიგნით უგოლნიკის უკანა მხარეს. ამ შემთხვევაში ახლა ამის ფილა გვაქვს ჩვენ. ახალი ფილა მოიჭრება ზომაზე, დაყენდება და უგოლნიკს გაუსწორდება. ამ შემთხვევაში ამ შეცდომას გამოვასწორებთ მარტივად, მაგრამ ამ შეცდომას ესე მარტივად ახლა ვერ გამოვასწორებთ. შეცდომა რომ გამოსწორდეს, მაშინ აქ დაგებული ფილა უნდა აიყაროს და ახალი დაიყოს. ეგ ხარჯი ამ შემთხვევაში კლიენტს არ უნდა რომ გაწიოს და ტოვებს როგორც არის. მეორე კიდე რასაც მე ვეუბნები ხოლმე რჩევასაც ვაძლევ, ეს არის აი ეს კაროკები, ელექტროობის კაროკები არ დააყენონ მანამდე, სანამ მე კედლებს არ გავასწორებ. ამ შემთხვევაში ნახეთ, ნალესი ამ ხილაზე არის გამოწეული და კაროკარი შიგნით